დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას შევეხებით, ეს არის D ვიტამინი და ამ ვიტამინის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმში, რომ ჯანმრთელად და სრულყოფილად იფუნქციონიროს ჩვენმა ორგანიზმმა, ხო? ძალიან ბევრ პროცესზე არის პასუხისმგებელი ეს ვიტამინი, როგორც იმუნურ სისტემაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე და შემდეგ და ხშირად D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ხოლმე ადამიანების ორგანიზმში შემოდგომა ზამთრის პერიოდში. ამიტომ ყურადღებით მოგვისმინეთ, დღეს ძალიან პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა შევისვოთ D ვიტამინი, თუ ამ ვიტამინის დეფიციტს განვიცდით. აბსოლუტურად გეთანხმები, გიორგი, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინია, ისე როგორც ჩვენ ორგანიზმში ნებისმიერი ვიტამინის, თქვათ, ბალანსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ძალიან ბევრი ფუნქცია გააჩნიათ. D ვიტამინს ჩვენ ხშირად ვეძახდით ხოლმე მზის ვიტამინს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმში ის ორი გზით ხდება, სინთეზირება, მისი გარდაქმნა ხდება ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ საწყისი უნდა მივაწოდოთ თვითონ აუცილებლად. ეს არის ერთი საკვებთან ერთად და საკვების თვალსაზრისით ძალიან არ არის ბევრ საკვებში დიდი რაოდენობის წარმოდგენილი, ამიტომ ძირითადი მისი წარმოქმნა ხდება მზის ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებით ჩვენს კანზე, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ დამოკიდებული არის კანის ფერზე, დამოკიდებული არის თუ არა დამცავი, ანუ ვთქვათ ჩვენ ვიცით დღეს ყველამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მზის დამცავების გამოყენება, ხო? იმიტომ რომ მზეს თავისი, ვთქვათ, მზის ულტრაისფერი სხივები თავისი პრობლემების განვითარება შეუძლია კანზე და ეს ავთვისებიან დაავადებებსაც ეხება, ამიტომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ დამცავს მზისგან, პრაქტიკულად იქ D ვიტამინის წარმოქმნა მინიმუმამდე ქვეითდება. ამიტომ ესეც შეიძლება გახდეს პრობლემა D ვიტამინის, ვთქვათ, წარმოქმნის თვალსაზრისით. შემდეგ D ვიტამინი გარდაიქმნება ორგანიზმში და ჰორმონის მსგავსი ნივთიერება ჩვენ ხშირ შემთხვევაში მის ძირითად ფუნქციად ძვლების მინერალიზაცია ქონდა წარმოდგენილი, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში ეს მართლა ძალიან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თუ ჩვენ D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, ბავშვთა ასაკში ხშირად ვითარდება რაქიტი, რომელიც თავისი ძვლოვანი დეფორმაციებით, კუნთოვანი სისტემის სისუსტით არის გამორჩეული. ამიტომ ის მოქმედებს ძვლოვან მინერალიზაციაზე, ანუ ჩვენი ძვლის ჩონჩხის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც D ვიტამინის დეფიციტის პირობებში ორგანიზმში ნაკლებად შეიწოვება. დღესდღეობით დადგენილია, რომ გარკვეული როლი გააჩნია მას, თქვათ, იმუნიტეტის ფორმირების პროცესში და იმუნურ დაცვაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ხშირად არის გარკვეული კვლევები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი რაღაცა სიამოვნების, ბედნიერების, კარგი ხასიათის, გუნება განწყობის. კი ბატონო, ძილზე, როდესაც ძილის დროს, ოფლიანობების დროს შეიძლება D ვიტამინის დეფიციტისგან იყოს გამოწვეული. გეთანხმები და ამიტომ თქვათ დაღლილობა, ხო, ის ხშირი და ესეთი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომლის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს და ერთ-ერთი შეიძლება იყოს D ვიტამინის დეფიციტი. თუმცა ამ თვალსაზრისითაც ძალიან კონტრავერსული არის უკანასკნელ პერიოდში მონაცემები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის, რა შემთხვევაში, როგორი დოზირებით უნდა იყოს ის გამოყენება. თუმცა აქვე ერთი რაღაც უნდა აღვნიშნოთ, ან ვინც იკეთებს D ვიტამინის ანალიზს, ხშირ შემთხვევაში მაინც ადამიანები ამ ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან. ანუ კვლევები აჩვენებს, რომ ფაქტობრივად 3 წლამდე და 75 წლიდან არის რეკომენდაცია კორექტირების, დანარჩენ შემთხვევაში ფაქტობრივად ნორმის ზღვარი არ არსებობს, არის ძალიან ინდივიდუალური ეს ყველაფერი და თუ გამოხატული არ არის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, არ კორექტირდება ასეთი D ვიტამინის დეფიციტი. და სწორედ ამ თემაზე სასაუბრად დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ენდოკრინოლოგი ქალბატონი ვალი ნიკოლეიშვილი და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ნინი უდუმაშვილი, რომელიც გაგვაცნობს ხარისხიან და სანდო D ვიტამინის პრეპარატებს და მათ სწორ გამოყენებას. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სულს გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის ვიტამინი D და ქალბატონალია თქვენგან დავიწყოთ, ხომ? დღეს რა შეხედულება გვაქვს D ვიტამინთან დაკავშირებით და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის? მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან აქტუალური თემა ბოლო ასწლეულის განმავლობაში. ძალიან ბევრი კლინიკური კვლევა არის ჩატარებული ამ მიმართულებით და პრაქტიკულად ამ სახელმძღვანელო დოკუმენტმა შეაჯამა ყველა ის კვლევა, რაც მანამდე იქნა ჩატარებული. D ვიტამინთან მიმართებაში ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ის დაკავშირებულია რაკეტთან, ოსტეომალაციასთან,
ოსტეოპენიასთან და ოსტეოპოროსთან, თუმცა აი ეს კვლევები, რაც მე ვახსენე, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ დაედასტურებინა ან უაერყო დ-ვიტამინის არაძლოვანი ეფექტები. არაძლოვანი ეფექტები ძირითადად უკავშირდება სიბერის შეჩერებას, სიკვდილის რისკის შემცირებას, კიბოს რისკის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შემცირებას, შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის, პრედიაბეტის რისკების შემცირებას და ეს იყო ძალიან საინტერესო ამ კვლევების შედეგები და შედეგებმა არც ისე სახარბიელო მონაცემები დადო. არ ნიშნავს ის, რომ სახარბიელო მონაცემების არ დადება წერტილის დასმას, იმიტომ რომ დ-ვიტამინი იმდენად საინტერესოა ვიტამინსაც ვერ ვარქმევთ მას. ჩვენ ექიმები კარგად ვიცით, რომ ხო, ის აღიქმება როგორც ჰორმონად, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ბირთვიან უჯრედს აქვს დ-ვიტამინის რეცეპტორი. ანუ გამოდის, რომ ყველა ბირთვიან უჯრედზე ახდენს გავლენას დ-ვიტამინის რაოდენობა ორგანიზმში, ხო? აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა არის დარწმუნებული იმაში, რომ შეუძლებელია მას არ ჰქონდეს არაძლოვანი ეფექტები. და ბოლო კვლევების გარკვეული შტოების მიმოხილვა სწორედაც რომ ძალიან დიდ კავშირებს ავლენს და საჭიროა კიდევ შემდგომი კვლევები იმისთვის, რომ ეს დადასტურდეს ეს ეფექტები, რაც მე ჩამოთვალე ამ დიაგნოზებზე, ხო, იმუნური სისტემა გამორჩეს, ძალიან მნიშვნელოვანია იმუნურ სისტემაზე მისი დადებითი გავლენა. ან უარყოს ამ კვლევებმა. ეხლა აი ამ გაიდლაინის ძალიან ისეთი მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ, რაც იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო. პირველ რიგში არსებობს თუ არა ზღურული მაჩვენებლები, ის მაჩვენებლები, რომელზედაც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანს აქ ლაპარაკი არის ჯანმრთელ მოსახლეობაზე, არა პაციენტზე დაუშვათ, არამედ ზოგადად დაუშვათ აქვს 20 ან 10 ნანოგრამ მილilitrზე დ-ვიტამინი და მას აქვს დეფიციტი ან უკმარისობა, ხო? აღმოჩნდა, რომ აი ეს ამ მიმართებით, ხო, ჩვენი შეხედულება, რაც იყო ესეთი განსაზღვრული მაჩვენებლები, ის ცოტა შეირყა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ აქ რაც უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ დარჩა ეს ზღვრები კლინიკურ დიაგნოზად, ანუ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს პაციენტთან, დაუშვათ 20 მისთვის ნორმაა ნანოგრამ დეცილიტრზე, თუ არის სამკურნალო. ანუ ეს არის უკვე ინდივიდუალური მიდგომის საკითხი, მაგრამ კლინიკურ დიაგნოზებად რა საკვირველია კლინიკურ პრაქტიკაში დარჩა იგივე მკვეთრად გამოხატული დეფიციტი თუ 10-ზე ნაკლებია, 10-დან 20-მდე იქნება დეფიციტი, 20-დან 30-მდე უკმარისობა და 30-დან არაზევით, არამედ 30-დან 50-მდე არის უკვე სასურველი მაჩვენებელი და აი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ზედაზღვრულმა მაჩვენებელმა, ასე ვთქვათ, დაიწია და თუ ადრე ტოქსიკურ მაჩვენებლად ითვლებოდა 100-ზე მაღალი, ეხლა ეს მაჩვენებელი არის უკვე 50-60. ეს არის ძალიან საინტერესო, იმდენად რამდენადაც დაიწყო რა ბუმი დ-ვიტამინის მოხმარების შესახებ, მოხდა მისი ჰიპერგამოყენება, ანუ ზედმეტი გამოყენება და არასწორი ფორმულაციების გამოყენებაც, რაც ახლა დღევანდელი ჩვენი თემა არ არის საუბრის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა, ალბათ ქავტომაია დამეთანხმება ბავშვთა ასაკშიც, ქონდა დ-ვიტამინით ინტოქსიკაციის, რომელიც ძალიან სხვათა შორის ისეთი საინტერესო და ორგანიზმისთვის მძიმედ მიმდინარე არის, არ არის ისეთი ზოგიერთ შემთხვევაში და ამიტომ რა თქმა უნდა ოპტიმალური ბალანსი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უშუალოდი რაზე ჩვენ ექიმები ყოველთვის ვაპარაკობთ, რომ არ ავნო, აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა გადავიდეთ, ჩემი აზრით საინტერესო თემა არის, როდის არის დ-ვიტამინის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა. და როდის უნდა მიხვდეს ადამიანი აქვს თუ არა მას დეფიციტი? აბსოლუტურად, გეთანხმებით. და აქვე თუ შეიძლება რომ რისკ ჯგუფები ვინ არიან, თქვათ ამაზეც ვისაუბროთ, ის კატეგორია, სადაც თქვათ მაღალი არის რისკი, რომ მას ჰქონდეს დ-ვიტამინის დეფიციტი. ასაკოვანი პირები არის საკმაოდ მაღალი რისკი. შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც დახურულ სივრცეში ცხოვრობენ ან მუშაობენ. შემდეგ ეს არის გარკვეული დაავადებები, მაგალითად, აი უნდა ვთქვათ, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტი. სიმსუქნეც ხო? აბსოლუტურად სიმსუქნე, მსუქანი ადამიანები, მიდრეკილები, ანუ უფრო მეტად აქვთ მათ დ-ვიტამინის დეფიციტი. გასტროენტეროლოგიური დაავადებები.
ნებისმიერი გასტროენტეროლოგიური დაავადება, რომელიც ხელს უშლის ცხიმების ათვისებას და სხვა ვიტამინების ნივთიერებების ათვისებას. და ცალკე უნდა გამოვყოთ გარკვეული მედიკამენტები. ეხლა ზოგადად ვიტყვი ჯგუფებს, ვინ უნდა მიაქციოს ყურადღებას. ძალიან ხშირია, როდესაც ინიშნება რაღაც მედიკამენტი, ხანდახან პაციენტი წლების განმავლობაში იღებს ამ მედიკამენტს და არ იცის, რომ ამან შეიძლება სერიოზული D ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს. ეს არის მაგალითად დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის ჯგუფი მედიკამენტები. ეს არის ანტიჰიპერტენზიული ზოგიერთი, მაგალითად კალციუმის არხების ბლოკერები, ანტიკონვულსანტები, ასევე აი ვირუსული ჰეპატიტები და ასე შემდეგ და აი ვირუსების საწინააღმდეგო მკურნალობა რომ მიდის, აი ის სამკურნალო მედიკამენტები იწვევენ ასევე D ვიტამინის დეფიციტს და ძალიან საინტერესო ასევე ანტიმიკოზური მედიკამენტები, სოკოს საწინააღმდეგო, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად ინიშნება 3 თვის განმავლობაში ან თვენახევრის განმავლობაში, ესეც საყურადღებოა, რომ საკმაოდ რგუნავენ D ვიტამინის მეტაბოლიზმს. მოკლედ 0-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ითვლება, რომ აუცილებელი არის ანალიზის გაკეთების გარეშე. ჩვენ ვეძახით ხომ ამას ემპირიულად უნდა დაინიშნოს D ვიტამინი და საშუალო პროფილაქტიკური ასე ვიტყვი, ხო, ემპირიული დოზა არის დაახლოებით 1200 საერთაშორისო ერთეული დღეში. კლინიკურ კვლევებში ვარირებდა 300-დან 2200 ერთეულამდე, ანუ დაახლოებით გამოდის 1200 ერთეული. ბავშვებში 18 წლამდე ასაკის და მოზარდებში აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი ასევე ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების რისკს და ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი გამოიყო 50 წლამდე არაორსული ჯანმრთელი, ანუ ჩივილების გარეშე მოსახლეობა და საჭიროა თუ არა ამ კონტინგენტში ემპირიულად D ვიტამინის გამოყენება. არ არის საჭირო, არც ანალიზი არ არის საჭირო, მაგრამ ამ არსაჭიროების ქვეშ ნახეთ რა დგას. კლინიკური ჩივილები, თუ ადამიანს აქვს, აი როგორც ქალბატონმა მაიამ ახსენა, იმყოფება რისკის ჯგუფში D ვიტამინის დეფიციტის, ან აქვს ჩივილები და მე მგონი ჩივილებზეც ვისაუბროთ, რა ჩივილებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რასაკვირველი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რასაკვირველია თუ დეფიციტი ან კლინიკური დიაგნოზი უნდა დაინიშნოს. ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ გაიდლაინის მიხედვით პროფილაქტიკაზე, ანუ ემპირიულად დანიშნვაზე ანალიზის გარეშე, ხო? მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. 600 საერთაშორისო ერთეული არის ის დოზა, რომელიც ყოველდღე ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს. უნდა მიიღოს ფიზიოლოგიურად. როგორ ვღებულობთ D ვიტამინის ფიზიოლოგიურად? მზით ხომ ინსოლაციით შესაბამისად რამდენი ხანი ვართ გარეთ რამდენი წუთი არის საინტერესო იმისთვის რა გრადუსზე უნდა იყოს მზე ხომ 45 გრადუსიანი კუთხით მაინც უნდა ეცემოდეს სახის ყელის ხელების პლავების ფეხების 30% სხეულის ფართობზე 45 გრადუსი კუთხით მინიმუმ 10 წუთი 10-დან 30 წუთამდე ამ შემთხვევაში ორგანიზმი წარმოქმნის D ვიტამინის დღიურ და მეტ დოზასაც ხო მაგრამ თუ ეს არ ხდება ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ თუ არა დამატებით ანუ საკვები დანამატი ნუ რასაკვირველია და ესეც არის აბსოლუტურად ინდივიდუალურად ადამიანის გადასაწყვეტი ოღონდ დოზირება 600 საერთაშორისო ერთეული ჯანმრთელ ადამიანში რომელსაც არ აქვს დაუშვათ რაიმე კლინიკური სიმპტომი არის ნორმალური ეხლა 50-დან 75 წლამდე ასაკობრივ ჯანმრთელ ჯგუფში გადავიდეთ. აღმოჩნდა, რომ 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ასევე დღიური ფიზიოლოგიურად მისაღები ნორმა არის 600 საერთაშორისო ერთეული და 70 წლის შემდეგ არის უკვე 800 საერთაშორისო ერთეული. 75 წელი და ზევით ასაკობრივი ჯგუფი, ეს არის ძალიან საინტერესო ასაკობრივი ჯგუფი, სადაც D ვიტამინის დანამატებით გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც აი ამ ასაკის მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს D ვიტამინის მიღებას და ასაკთან ერთად კიდე მისი ათვისება, ანუ წარმოქმნა განში არის შემცირებული და აღმოჩნდა, რომ ის უკავშირდება სიცოცხლის ხანგრძლივობას, სიკვდილის რისკის შემცირებას, ნუ რას ნიშნავს სიცოცხლის გახანგრძლივებას, ხო? ორსულები გამოვყოთ. ორსულები საინტერესო კატეგორიაა. აღმოჩნდა, რომ ორსულებშიც ემპირიულად პირდაპირ უნდა დაინიშნოს D ვიტამინი.
ფიზიოლოგიურ მიღებასთან ერთად და საშუალო დოზა არის 2500 საერთაშორისო ერთეული. იგივეს ვამბობთ მეძუძურ ქალებზე განსაკუთრებით, იქ ბავშვებთანაც პლუს აუცილებლად მეძუძურებში მიდის ცალკე ბავშვების მკურნალობა. და მოვიცავით ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ცალკე არის გამოსაყობი კიდე, ესე იგი, პრედიაბეტის მქონე პაციენტები. ეს კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ პრედიაბეტის დიაბეტში გადასვლას ხელს უშლის სწორედ D ვიტამინის ნორმალური რაოდენობა ორგანიზმში და ეს რაოდენობა საშუალოდ არის 1000 საერთაშორისო ერთეული, თუმცა არის ინდივიდუალური რასაკვირველი. ეხლა ახსენეთ ფორმები, D ვიტამინის დოზები და ჩვენ სტუმრად გვყავს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი, GM Pharma-ს წარმომადგენელი, რომელიც კვებითი დანაბატების მიმართულებით საკმაოდ აქტიურია ბაზარზე და დღესაც წარმოდგენილი აქვს D ვიტამინი და მისი, ასე ვთქვათ, სპექტრი. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამ, ასე ვთქვათ, თქვენს პროდუქტებზე, რა უპირატესობა აქვს, რა ხარისხი აქვს და რატომ უნდა ავირჩიოთ სწორედ GM Pharma-ს წარმოდგენილი პროდუქცია? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სწორედ აღნიშნეთ, დღეს წარმოდგენილი ვართ სწორედ D ვიტამინის ფართო ასორტიმენტით თქვენთან სტუდიაში, რომელიც იწარმოება გერმანიაში, World Pharma-ს ქარხანაში. ბაბლონ ლალიმ გამიჯნა ყველა ასაკობრივი ჯგუფი, სადაც რისკ ფაქტორი გვაქვს, ასე ვთქვათ, D ვიტამინთან მიმართებაში და ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე პედიატრიული კონტინგენტით, რაც არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო აუდიტორია და ყოველთვის, როდესაც ვარჩევთ D ვიტამინის ფორმას, ვცდილობთ, რომ მათთვის მოსახერხებელი ფორმა იყოს და მშობლისთვის, რომ არ გაუჭირდეს, ასე ვთქვათ, მისთვის D ვიტამინის მიწოდება. ეს კატეგორია, სადაც აუცილებლად გვჭირდება ჩვენ D ვიტამინი, ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად ძუძუთი კვებაზეა, თუ ხელოვნურ კვებაზეა და არ იღებს საკმარისი რაოდენობით ხელოვნურ ნარევს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პროფილაქტიკა გვჭირდება. ეხლა გავტომია თქვენს ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ სწორედ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რუტინულად სეზონის მიუხედავად მინიმუმ 400 საერთაშორისო ერთეული მაინც გვჭირდება. შესაბამისად, დეტრივიტი დროპსი, ეს გახლავთ ბავშვების უსაყვარლესი გამოშვების ფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ აქვს სასიამოვნო ატმის არომატი. მშობლისთვისაც ძალიან კომფორტული არის დოზირება, რადგან ყოველი 1 მილილიტრი შეიცავს 400 საერთაშორისო ერთეულს და შესაბამისად ჰიპერდოზირება, რაზეც ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაში გამორიცხული არის თუ სწორად აძლევს მშობელი 1 მილილიტრ დეტრივიტ დროპს. შემდეგ უკვე 2 წლიდან ბავშვებისთვის გვაქვს დეტრივიტი ჟელიბონების ფორმით. ეს არის უკვე ყველასთვის საყვარელი ფორმა და შესაბამისად დეტრივიტი ჟელიბონი, ეს არის დათუნი ჟელიბონის ფორმის ხილი სხვადასხვა არომატებით წარმოდგენილი, ძალიან გემრიელი და აქვე საინტერესო შეთავაზებასაც გავაცნობ ჩვენს მაყურებელს, სწორედ პედიატრიულ ფორმებზე ყოველდღიურად ექსკლუზიურად SPS საფთიაქო ქსელში დახვდებათ საინტერესო შეთავაზებები. ასევე გავმიჯნეთ ის ასაკობრივი კატეგორია, ხანდაზმულები, ასევე ურსულები, სადაც განსხვავებული დოზირებით გვჭირდება D ვიტამინის მიღება და სწორედ დეტრივიტის ბრენდში გვაქვს წარმოდგენილი ყველა შესაფერისი გამოშვების ფორმით. დეტრივიტი 1000 საერთაშორისო ერთეულით, 2000 საერთაშორისო ერთეულით, 5000 საერთაშორისო ერთეულით და ასევე დეტრივიტი K ვიტამინთან ერთად კომბინაციაში, რომელიც ასევე წარმოადგენს სწორედ ექიმის რეკომენდაციით მისაღებ რა უპირატესობა აქვს D ვიტამინს K ვიტამინთან ერთად, როდესაც არის ის წარმოდგენილი? K ვიტამინთან დაკავშირებით დღესდღეობით რაღაც ბუმი არსებობს და ალბათ ღირს რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. K ვიტამინი ისევე როგორც D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია მოგეხსენებათ და ისინი ძალიან ხშირად ერთად ცირკულირებენ ხოლმე. თუმცა შეიძლება სხვადასხვა დროს იქნას მიღებული პრობლემა არ არის. K ვიტამინი განსხვავებით D ვიტამინისგან არ გროვდება ორგანიზმში, ან მისი მარაგი არ გვაქვს და ყოველდღიურად არის საჭირო მისი მიღება. თუმცა გარკვეული მოსაზრებები არსებობს, რომ ადამიანი ვერ იღებს K ვიტამინის დღიურ დოზას დღის განმავლობაში საკვებით. ძირითადად ცხოველური საკვებით ვიღებთ K ვიტამინს. აი ხო ვთქვათ, ხა რომელი საკვები არის, ეს არის ძალიან საინტერესო, არის კვერცხი, მაშინ მცირე რაოდენობით არის, შედარებით დიდი რაოდენობით არის კარაქში და ყველაზე დიდი რაოდენობით არის ყველში, ასევე არის ღვიძლში. ხა ღვიძლს ნაკლებად ჭამთ ხოლმე ყოველდღიურად, ხო ისეა, კარაქი, კვერცხი, ნუ ბავშვებში, დიდებშიც ალბათ ვაკეთებთ ამ პრომოციას და აი ყველი არის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ყველი უნდა იყოს ფერმენტირებული. იმიტომ რომ ფერმენტაციის პროცესში ლაქტობაქტერიების მიერ წარმოიქმნება K ვიტამინი, ხო K2 ვიტამინი. საინტერესო ის არის, რომ ნუ ახლა ჰოლანდიური, შვეიცარიული ყველი, ობიანი ყველი, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით შეიცავს K2 ვიტამინს და ქართული ყველი და იგივე სულგუნი, ხო? ასევე შეიცავს K2 ვიტამინს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ეს ყველი რამდენად ცხიმიანია, რაც უფრო მეტად ცხიმიანია, მით უფრო მეტია მასში K2 ვიტამინი, ხო? ცხიმიან პროდუქტებსაც ხო შეიცვალა უკვე წარმოდგენა მოხდილი ყველების ბაზარზე არსებული ისა. მოხდილი ყველი. არ შეიცავს K ვიტამინს. არ შეიცავს და არ არის რეკომენდირებული. ყველი უნდა იყოს ცხიმიანი რძისგან დამზადებული, ხო? ანუ ცხიმიანი.
შემდეგ რა დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ფერმენტაცია და რა ხანდაზმულობის არის ზოგადად ეს ყველი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა ტემპერატურაზე მიდიოდა და ნუ ხა წინასწარ ჩვენ არ ვიცით რომელი ყველი რამდენ გავიდა. აი მთის ყველი ისევ იქ მივდივართ, რომ ქიმიანობის და ფერმენტაციის თვალსაზრისით ბუდა ყველი და აი ასე დაძველებული ყველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ყველია რაც გეთანხმებით და დაახლოებით 100 გრამ, ყველს 100 გრამი ხა ყველა ქართველი ჭამს სამნაჯალბალს დღის განმავლობაში დამეთანხმეთ ხო ყველი ძალიან გვიყვარს ჩვენ 100 გრამი ყველი დღის მანძილზე პრაქტიკულად არის დღიური დოზა K ვიტამინისთვის, მაგრამ აი მეორე საკითხი მცენარეული პროდუქტები. ხო, მცენარეული პროდუქტებიდან ვიღებთ K1 ვიტამინს. K1 ვიტამინი ასევე ოღონდ მსხვილ ნაწლავში ლაქტობაქტერიების მიერ კაურად გარდაიქმნება, მაგრამ მსხვილ ნაწლავში ის გარდაიქმნება და წვრილი ნაწლავიდან ცხიმების ათვისება ხდება, ასე რომ აცდენილია ცოტა, თუმცა ახდენს გავლენას, მაგრამ სირეს. აი მე წეგანას ვაპარაკობდით და სულ ეს მედარდება ასე ვთქვათ, რომ აი კიდე მარხვის დროს რა ხდება, ხომ? არა გვაქვს მარაგი, შესაბამისად, ალბათ გონივრულია ძალიან, რომ იგივე ვეგანებში, ვეგეტარიანელებში, მარხვაზე მყოფ ადამიანებში K2 ვიტამინი მიღებული იქნას დამატებით, იმიტომ რომ ვერ იღებს პრაქტიკულად ორგანიზმი დამეთანხმებით, ხო? ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას მივიდეთ იქამდე, რა ხდება, როდესაც დაუშვათ K2 ვიტამინი ორგანიზმში არ არის, აი იმ ადამიანში, რომელიც არ იღებს, ხო, საკვებით. იმ შემთხვევაში, თუ D ვიტამინის დოზა არის მაღალი, 5000 საერთაშორისო ერთეული და მეტი. ამ შემთხვევაში უკვე იქმნება რისკი, ხო? რას აკეთებს D ვიტამინი? D ვიტამინი ნაწლავიდან ითვისებს კალციუმს. სისხლში მიაქვს კალციუმი. კალციუმი უნდა გადანაწილდეს სისხლში, ხომესიანი გამოიყოს შარდის საშუალებით, ჩალაგდეს ძვლებში და კიდევ შეიძლება ცუდი ამბავი გააკეთოს, ჩალაგდეს სისხლძარღვებში. აი K ვიტამინი სწორედ ამას აკეთებს, რომ მას მიაქვს ძვალში ხელს უშლის სისხლძარღვებში მის ჩალაგებას და შესაბამისად K ვიტამინი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც კალციუმის რაოდენობა სისხლში არის მაღალი. და ეს ხდება სისხლის ანალიზით კი არ დადასტურდება, მე ვიძახი ბიოქიმიურ პროცესზე, ხო? ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიღებთ დიდი რაოდენობით, ანუ მაღალი დოზით D ვიტამინს. სწორედ ამიტომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და აი ხლაც კუმულაციური დოზები პრაქტიკულად კვირის დოზებამდე არის დასული და აბსოლუტურად მივესალმები ამას, იმიტომ რომ ძალიან მაღალი იყო ჰიპერკალცემიისა და კი ბატონო რისკი და ნუ არ არის სასურველი. და ინტოქსიკაციისგანაც იცავს, ანუ K ვიტამინი, D ვიტამინის ინტოქსიკაციისგან დაცვასაც გარკვეულწილად გადაალაგებს ყორასაკურველია და მაღალი დოზების დროს K ვიტამინი არ არის აუცილებელი პირობა, რომ მივიღოთ, იმიტომ რომ ითვლება, რომ ორგანიზმში მაინც არის, მაგრამ შეგვიძლია გარკვეულ ინდივიდუალურად ესეც პრაქტიკულად. მოკლედ თეთრივიც D ვიტამინი აქვს K ვიტამინთან ერთადაც და გვანახეთ თუ შეიძლება. და აქვე აღნიშნავ, რომ საინტერესო შეთავაზებების შესახებაც კიდევ ერთხელ გავუშვარებ ჩვენს მაყურებელს, აღნიშნულ ბრენდებზე ომესამი D3, დეტრევიტის ყველა ფორმაზე, ყოველ პარასკევს ექსკლუზიურად PSP საფთიაქო ქსელში დახდებათ 1+1 შეთავაზება. მათ შორის დეტრევიტი K2-თან ერთად კომბინაციაშიც ეხება ერთ შევიძენთ და ერთ საჩუქრად. შეძენის შემთხვევაში მეორეს მივიღებთ საჩუქრად. ასევე ეხება ომესამი D3-ის ბრენდებსაც, სადაც D ვიტამინის დოზა არის მხოლოდ განმასხვავებელი 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით გვაქვს წარმოდგენილი და ორ ჩვენთვის აუცილებელ ნივთიერებას ვიღებთ ერთი კაფსულის საშუალებით ომეგას და D ვიტამინს. შესაბამისად აღნიშნულ ბრენდებზე ყოველ პარასკევს ექსკლუზიურად PSP საფთიაქო ქსელში დაგხვდება საინტერესო შეთავაზებები. ვინაიდან ჩვენ ხა K ვიტამინი მაინც ასე თუ ისე გავშალეთ, აუცილებლად სათქმელად მიმაჩნია ახლა, რომ როდის არ შეიძლება მისი დამამატის სახით მიღება, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. K ვიტამინი ასევე მონაწილეობს კოაგულაციის პროცესში და არსებობს K ვიტამინის დამთრგუნველი ესე იგი ნივთიერებები, როგორიც არის მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი ვარფარინი. პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს, კატეგორიულად არ შეიძლება მათთვის K ვიტამინის დანამატის სახით მიღება, ну, ბევრი მიზეზის გამო ხარ სკოლა არ დაავწვრილმანდები აქვს და დროც არ გვაქვს და არ უნდა მიიღონ არავითარ. არა მარტო K ვიტამინი, არამედ მაინც სწორი რეკომენდაცია რომ იყოს ჩვენ ექიმები ვართ, არც ერთი ვიტამინის და არც ერთი პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე ინდივიდუალურად არ არის რეკომენდაცია. არ შეიძლება. არ შეიძლება. პირდაპირ არ შეიძლება.
თავდადლალი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა ჩვენ ძალიან საინტერესოდ განვიხილეთ აქ ახალი რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არა მარტო ვთქვათ ჩვენი მოსახლეობისთვის, შეიძლება ზოგიერთი ექიმისთვისაც ეს ინფორმაცია იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ვთქვათ, შემდგომი მკურნალობისთვის და პრევენციისთვის და D ვიტამინის ვთქვათ დანიშვნის თვალსაზრისით. თუმცა ალბათ უნდა ვთქვათ ის ძირითადი ჩივილები, რომლითაც შეიძლება მოგმართოს ჩვენ პაციენტმა და რომელიც ვლინდება სწორედ და უკავშირდება გარკვეულწილად ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობას. აი რა ჩივილი შეიძლება გქონდეს თქვათ ასეთ შემთხვევაში? ძალიან საინტერესოა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ D ვიტამინის რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. ანუ ახლა გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს სპეციფიური ჩივილი? რომ დაუშვათ ადამიანს აქვს წყურვილი და შარდვა და იქ აუცილებლად დიაბეტზე მივიტანთ H-ს. ეს წყურვილი და შარდვა არის შაქრიანი დიაბეტის სპეციფიური ჩივილი. მაგრამ აი ხა D ვიტამინს აქვს არასპეციფიური ჩივილები. ანუ რას ნიშნავს ეს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩივილი სხვა არამითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა D ვიტამინის დეფიციტმაც შეიძლება გამოიწვიოს. იმიტომაც არის კლინიკური კვლევები ძალიან რთული D ვიტამინზე როცა ტარდება. კარგით, მოკლედ, აი ყველაზე მეტად რაც არის განსაკუთრებით ბავშვებში არის გამოხატული და მინდა რომ რეაქციო მშობლებმა ამას ყურადღება, როცა ბავშვი ამბობს რომ ტკივა ფეხი. განსაკუთრებით ღამით, დამეთანხმებით, ხომ? აუცილებლად უნდა იფიქროთ, რომ ბავშვს აქვს D ვიტამინის დეფიციტი. არა მარტო ბავშვს, ახლა ბავშვზე ყურადღება გავამახვილე, უბრალოდ ყველას აბსოლუტურად D ვიტამინის ერთ-ერთი არასპეციფიური ჩივილი არის სწორედ კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძვლების ტკივილი, არა მარტო ფეხი, არამედ მთელი სხეულის ძვლების ტკივილი. შემდეგ უგუნებობა, უხასიათობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გაფანტულობა, ნევროტულობა, დეპრესია, უძილობა, ადვილად დაღლა, ენერგიის დაქვეითება და თავის ტკივილიც კი განსაკუთრებით ფიზიკურ დატვირთვაზე წარმოიდგინეთ. ინფექციების მიმართ მიდრეკილება განსაკუთრებით, როდესაც რესპირაციული ინფექციები აქვს, ხშირად ადამიანს მან აუცილებლად უნდა იფიქროს, რომ ხომ არ არის აქ D ვიტამინის დეფიციტი. შემდეგი არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და ნაკლებად ექცევა ამას ყურადღება სხვათა შორის ფრჩხილებზე თეთრი ლაქები და მსხრევადი და მტრევადი ფრჩხილები. დიდი მადლობა. მგონი ვფიქრობ ძალიან ცუდად ვისაუბრეთ D ვიტამინთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავიხადოთ და ყველას გქონდეს D ვიტამინის ნორმირებული დოზა ჩვენს ორგანიზმში. მადლობა საინტერესო საუბრისთვის D ვიტამინზე. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ.